ყველაზე საშინელი რაც არის, რამაც დააზიანა ქართველი ახალგაზრდების ნაწილი. 95 წლის შემდეგ, როცა აეწყო უკვე სტრუქტურები, შეიქმნა სისტემოწარმომქმნელი NGO-ები, ეს 4 NGO, დაფინანსება, დასავლური და ასე შემდეგ, დაიწყო ქართველი ხალხის გამოთაყვანების პროცესი ტვინის გამორეცხვა. მართალია მთელ საქართველოს ვერაფერი ვერ უქნეს და უმრავლესობას ვერაფერი, მაგრამ ხელისუფლებები თვითონ იყვნენ ამ პროცესის შემსრულებლები და მათი წყალობით მათ მოახერხეს რამდენიმე უნივერსიტეტში, პრესა, ტელევიზია, ემაში ყველაფერი კონტროლირებადი იყო. რამდენი წელია ვამტკიცე. ამას ყველა დამპყრობელი, ყველა კოლონიალისტი ცდილობდა ყოველთვის. შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ მას მოვექცნენ, იმიტომ რომ ქართველი აღმოჩნდა გაცილებით უფრო მით უმეტეს დანაშაულით მოსული ხალხი ხელისუფლებაში. ზვიად გამსახურდია ვინმეს უყვარდა თუ არ უყვარდა ის არჩეული პრეზიდენტი იყო და თუ გადარჩევა იქნებოდა არჩევნების გზით და გადარჩეულიყო, ხო? ქართველებმა შეასრულეს დავალება დაამხეს საკუთარი სახელმწიფო ხერხემალშია გადატეხილი, ხო და ვერ ვწორდებით და ეხლა ირანში შეჭრა მოინდომეს ამ ტვინ გამორეცხილმა არარაობებმა